ჩაიმახსოვრეთ ძვირფასო მეგობრებო. კარგ მომღერლებს შეხვდებით მხოლოდ კონსერვატორიაში ან პატარების დიდ შოუში. მივესალმოთ ჩვენი სტუმარია კატო ასპარაშვილი. სალამი, როგორი ლამაზი გოგონა მოგზადებ. ეს რა არის? მეგლები სიგელები და მისხათი და ორი ვერგვენი ჩემთან. მოიც დაჯექი ყველაფერი ესე მომიყევეთ რა არისო მაგაშიო? ჩემი დიპლომები. დიპლომები სიგელ რა არის ეს მანახე ეს ამდენი მედლები? ეს ოქროს მედლებია? ანუ ესე იგი შენ სახში ერთადერთი ოქრო არ ხარ როგორ ჩანს. და რაში მიიღე ეს მედლები რა? ტანვარჯიშში. ტანვარჯიშში? ყველა ერთის გარდა ერთი მივიღე სიმღერაში. სოც მე მეგონა რომ მომღერალი მოდიოდა ჩვენთან უნდა შემომაპარეს ტანმოვარჯიშე რატომ მოვიდა ვერ გავიგე მაგრამ მე ძალიან მომწონს ეს ამბავი დედა რა საინტერესოა პატარა ბავშვები რო ერთობიან ხომ დედა ეს სულ შენი მედლებია ვაიმე რა კარგია როგორ მომწონს ეს ტაშის ღირსია სხვათა შორის აი ესენი ერთნაირებია და რომ მაჩუ არა ერთნაირები არ არის რომელიმე მაჩუკე რა შანსია შანსია. ეხლა ეგრო ვინმეს ეთქვა ჩემთვის ეხლა რომ არის მაჩუკეო, ზუსტად ესევე უპასუხებდი. ყოჩახ, სწორი გადაწყვეტილება, შანსი არ არის. აპირებ ან რო გააგრძელო ტანვარჯიში? სანამ არ მოვკვდები ტანვარჯიშს უნდა. ჯვარი გეწეროს მამიკო რა სისულე, რა თქმა უნდა, რამდენი ხანიც გინდა, იმდენი ხანი რაც შენ გულს გაუხარდება ის გააკეთებ. ესეთი ლამაზი გოგო ესე რო იყურები, დარწმუნებული ვარ ოქროს მედალს ისედაც მოგცემდნენ მამიკო შენ. ისეთი ლამაზი ხარ. მე ვიყავი სხვა შორის 1-2 ჯერ წასული ტანვარჯიშზე ვიარე მე. და 2 ზურგის და 3 მუხლის მალამო მაქვს მოგებული მედლების ნახვა. ეხლა რა მაინტერესებს? ეს გავიგე, დრო თუ გრჩება რომ სკოლაში იარო შენ. დრო ყველაფერთვის მრჩება, მაგრამ ყველაფერზე ფაცი-ფუცით დავდივარ. ფაცი-ფუცით. ფაცი-ფუცი როგორ ესე ამბო? ფაცი-ფუცი. ეს აბა დავდივარ რასაც ქვია. ხუდო ხუხიმარა სირბილიც ხო არის? ტანვარჯიში სირბილი ხო საჭირო არის ხოლმე სავარჯიშოდ. სკოლაში რამე საგანი არის რომელიც გიყვარს? რა? ხელოვნება. ხელოვნება? აი გასაგები. მათემატიკაში. მათემატიკა გიყვარს? ერთ წუთით 5 მომეცია გაანები ამას თავი შენ. მათემატიკა რატო გიყვარს? ყველაფერში გამოგადგება. ასე გითხრეს და იმიტომ სწავლობ, ხო? არა. ქართული ენა? ქართული ენაზე. რამეში გამოგადგება? კი. ინგლისური ენა? ინგლისური. გერმანული ენა? ეგეც. ფრანგული ენა? ეგეც. თან ყველაფერში კარგი ნიშნები გყავს შენ? საოცარია. ესე იგი, სპორტში, ქართულში, მათემატიკაში, უცხო ენაში, ხო? ყველაფერში აქვს გადასარევი ნიშნები და რა ვიცი, სამღერლად ექნება ამ ბავშვს საქმე, აბა რა იქნება, კაცო? აბსოლუტურად ბუნებრივია. ნამდვილად ასე არის. სკოლაში შენიშვნებს გაძლევენ ხოლმე? არა? ნახე როგორ გაიხედა იქით ვისკენ იყურები ახლა შენ. იქით ვინ არიან მოსული? ვისთან ერთად ხარ მოსული? ტანვარჯიშის მასწავლებელთან, დედაჩემთან, ბებიაჩემთან, მამაჩემთან ერთად, ჩემ ბიძაშვილებთან, ჩემ დეიდაშვილებთან და ჩემ მეგობრებთან ერთად. შესანიშნავი პასუხი იყო და ეს თვალის გაპარება მე მივხვდი რაშიც არის საქმე. ამიტომ მშობლებს შევეკითხები ერთი სულ ასეთი არის, ანუ ასეთი წყნარი, ასეც არფს არ აშავებს და შენიშვნას არ აძლევენ. კატო არის ძალიან მიზანდასახული. კი. ცელქიც, ასაკის შესაბამისად, ხიარული და ძალიან მეგობრული. ასეა, ნამდვილად. შენ დაძმა ყავს? კი. რამდენი არიან? 1 და 1? 3 ხარ სულ? ანუ და გყავს შენ? თუ ძმები ყავს, 2 ძმა ყავს და შენ ხარ ერთი გოგო? მეგობრობთ თუ? არა, ორთან მეგობრობ, ერთთან არა. მოიცა ვერ გავიგე, 2 ძმა ყავს და შენ ხარ, სულ 3 ხარ და 4. 4, კი, რამდენი ხართო? მაშინ მე ვერ გავიგე. მე, ჩემი და ესე იგი 2 და ხარ და 2 ძმა. ესე იგი ეს დედას და მამას განსაკუთრებული აპლოდისმენტები, ყოჩახ. და მღერიან შენი და ძმა? არა. რატო? იმიტომ რომ არ უნდათ თუ არიციან სიმღერა? არიციან. ტანვარჯიში? ტანვარჯიში. ცურვა? არც ცურვა. მე ვიცი რომ ცურვაზეც დადის, ხო? ცურვაზეც დადის, დიახ. კი, ცურვაზეც, რა ვიცი. როგორ ცურავ მითხარი? კარგად. არა, ეგ გასაგებია კარგად, მაგრამ რა სტილით ცურავ კარგად? ბრასი, კროლი, დელფინი. კროლი, ბრასი. ზურგზე თუ ცურავ შენ? ზურგზე კი, ყველაზე კარგად. რას მეურე მართლა? მე იცი რამდენჯერაც წამოვგორდი ზურგზე, საცურავთ იმდენი დამეძინა და.
მაგრამ ორი სტილი ვიცი ძალიან კარგად. ერთი ბაყაყური და მეორე ძაღლური. იცი როგორია? ესეთი იცი როგორია? აი ესეთ შესანიშნავია. მამას მინდა ვკითხოთ. მამას გოგოა? კი, რა თქმა უნდა. მამას უფრო გოგოა. გვიტრის გოგო ვარ. ვისი? გვიტრის. გვიტრი? გვიტრი რა არის? მოფერებით გვიტი. გვიტი. კი ბატონო. გვიტრი და ტიტრი. გვიტრი, გრიტრი, ციტრი, პრიტრი და კვატრი და ქრტრი. მე მამას და ბიბილოს გოგო ვარ. მამას ბიბილოს გოგო არ. აჰა, გასაგებია. ტანვარჯიშის მასწავლებელი არის ხო მოსული? შეიძლება გავესაუბროთ? კი. ეს მედლები ნამდვილად მისია, ხო? დიახ. კი და აბსოლუტურად დამსახურებულად ისე ნამდვილად მედლებს კი, არავინ არ როგორც არის. სიმღერაში ნიჭიერი არის, ასევე ტანვარჯიშის მიმართულებით ძალიან ნიჭიერი ყავს. რომელი უფრო მეტად მოგწონს, სიმღერა თუ ტანვარჯიში? უცებ. არ ვიტყვი მაგას. არ იტყვის ამას. კარგი. ეხა აი ნახე რამდენი რაღაცა ჩამოვთვალეთ. ცურვა შეგიძლია, ტანვარჯიში შეგიძლია, სიმღერა შეგიძლია, ხატვაც შეგეძლება შენ. სკოლაში ყველაფერს კარგად აკეთებ. ვინ უნდა გამოხვიდე? მომღერალი, ტანმოვარჯიშე, მსახიობი, მხატვარი, მოცურავე და ყველაფერი ერთად. გადასარევია, შეგიძლია შეათავსო, იცი რა, ორ შაბათს შეგიძლია მოცურავე იყო, სამ შაბათს შეგიძლია ტანმოვარჯიშე იყო, ოთხ შაბათს შეგიძლია მომღერალი, მერე მხატვარი, მე როგორც შენ გინდა, ესე იგი ისე შეგიძლია გააკეთო, აპლოდისმენტებით დავაჯილდოოთ ადამიანი, რომელიც ვიცი რომ დღეს სიმღერას გვიმღერებს, მართალია? რა სიმღერაა ისა? მოიცა რაღაცა ერთი წუთით. ცოტა ხანი მე მეკნება, მეც მიხდება აი აქ. არა? ახლა გვიღერებს კატო ასპანაშვილი, აპლოდისმენტები მას. რომ კითხეთ, რომელი უფრო იყოს ტანვარჯიშის თუ სიმღერა? მერე მეტყვი ჩუმად. მართლა. მე ვიცი რა უყვარს უფრო მეტად. შენი ოქროს ბავშვია ისა. მადლობა მამიკო. High on a hill was a lonely girl, and lay, hee-hoo. There was a voice of a lonely girl, and lay, Fox in a tower was a quite remote, and lay, hee-hoo. Last young thing was a good root, lay, Ho, ho, lay, on a lay, ho, lay, on a lay, ho, lay, on a lay, A prince on a bridge of a castle moat, lay, hee-hoo. Man on a road with a load to lay, Man is in midst of tap the house, lay, hee-hoo. Man drinking beers from a float, lay, One little girl, a pumping goat, lay, hee-hoo. She yodelled with the lonely goat, lay, Soon her mama with a lemming goat, lay, What I do it for a girl and goat, lay, While little girl a pumping goat, lay, hee-hoo. She yodelled back to lonely goat, lay, Soon her mama with a gleaming goat, lay, What I do it for a girl and goat, lay, Happy a day, oh, lady, oh, lady,
ბრავო! ლეიო უ. აი ასე. კატო ასპანაშვილი. შესანიშნავი შესრულება, შესანიშნავი გადასარევი იყო. აი ეს ყველაფერი რა თქმა უნდა საჩუქარს იმსახურებს. ამისათვის დავუძახოთ ფაგიოს, რომელიც მოემართება საჩუქრებით. კატო, ეს შენ. მადლობა ფაგიო, დიდი მადლობა. აქ არის კრებული ნაკრები რაღაცეების იმისთვის რომ არ გაცივდე და ინფექცია არ მოგეკაროს. დედამ იცის ფაგიო. და ახლა ასევე საჩუქარს მოგვიწუნწულებს ჩვენი საყვარელი ლოკომოკოს ლობი. აი ასეთი შესანიშნავი საჩუქარი, შესანიშნავი სიმღერისთვის მე კი კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ ჩვენთან მღეროდა და იღწვოდა შესანიშნავად კატო ასპანაშვილი.